როგორ შეიძლება მაგაზე კარგ კონტექსტში დავსვათ? აი უყურე ხა ეროვნული ბანკი არის ეროვნული ძარცვის ბანკი. ეროვნულმა ბანკმა უნდა დაბეჭდოს მშპ-ს ფარდობაში 100% ფული მაინც, ქეში. M2. გვაქვს არ ვიცი ხა 35-ია თუ 38-ია. სამჯერ ნაკლები ვიდრე გჭირდება. 38 კი. ხო, აი ჩემ სისხლში, ჩემ ორგანიზმში არის 7 ლიტრა სისხლი. ეხლა წარმოვიდგინე მე 2.5 ლიტრა სისხლი მქონდეს ორგანიზმში. რა მომივა? მოუკვდები იმ დღესვე. ქართულ ეკონომიკაში ხელოვნურად არის დეფიციტი ლარის. ფული არის უშოვნელი. რატო? იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ექვემდებარება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ასრულებს მის პირდაპირ დარიგებებს და ხელოვნურად ღარიბად უჭირავს საქართველოს. პირველი, მეორე, ისა რა ქვია, როცა ამ ფულს ბეჭდავენ, მე ხო ბანკებს აძლევენ სესხად. ბანკებს ეგენი მაგ ფულს უნდა აძლევდნენ სესხად 0%-ში და 1%-ში. და ამდენი წელი აძლევენ 7 და 9%-ში. რის შედეგადაც მე ბანკები თავისას ზეიდანადებენ და შენამდე მოდის 15%-ში. იმიტომაა გაკოტრებული მთელი საქართველოს მოსახლეობა და ყველა ქართული ბიზნესი. მესამე, სიგრძე ამ ფულის უნდა იყოს 5-დან 7 წლამდე. ამათ ხელში არის 1-დან 3 წლამდე. ამიტომაა გაკოტრებული საქართველოს მოსახლეობაც და ყველა საქართველოს მესაქმეს. ბირჟა არა, ტოროლა. აგერაა ძმაო. გრავიტაციის კანონები, ელემენტარული რაღაცეები. ისნის ძალიან კარგად რომ ამების ლაპარაკი არ შეიძლება. ან გიჟი ხარ, ან რუსეთის აგენტი ხარ, ან იდიოტი ხარ და იდიოტები ჩვენ ვართ, ვისაც გვიგრძალავენ სიმართლის ლაპარაკი. ჩვენი საუბრის ბოლოს ლევან აპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. მე და არც წავსულ ვარ არსად. მე ვთქვი, როცა ავად გავხდი, რომ თუ ცოცხალი დავრჩი, მე არ მესინია ამისი და მე გავაგზელებ სახურებას. მე არათუ დაბრუნებას, არსად არ წავსულ ვარ, მე ყველაფერს გავაკეთებ. არა იმიტომ რომ მე რაღაც სკამი მინდა, ან ცნობადობა მაკლია, ან ისა რაღაც ფულის შოვნა მინდა, რაღაც ჯანდაბა მინდა. ყველაზე ნაკლებად ჩემთვის პირადად მე მინდა და ჩემს ოჯახს უნდა ეს, მაგრამ ეს დოზანა ლიბერალური პოლიტიკა უნდა დამთავრდეს.